მოგესალმება თილობერაშვილის ღამის შოუ და გილოცავთ მეგობრებო. რაღაცა ხელს მიშლის აშკარად მოგოცოში გოგოხმით. ის ერთი წამი კაცო. აი ეს. გილოცავთ და არა რაღაცა მაინც ხელს მიშლის. იცი კაცო. აი ხა გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. გილოცავთ მთელ საქართველოს. როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ისტორიაში მეგობრებო პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. აბა არ გაგვიბრაზეთ ბერძნო ფეხბურთელებო რა. ევროპის ჩემპიონატის მიღმა კი დაგტოვეთ, მაგრამ სამაგიერო თქვენს ბებიებს უფრო ბედნიერი სახით მოუღოთ. აი ეს ღიმილ-ღიმილით. აბა რა ეგონათ ვერ გავიგე ბერძნებს. რომ მოდიოდნენ, სად მოდიოდნენ? ან თუ მოდიხარ ნახე აგერ მცხედა და წადი სახში. ხო, ვის ეჭიდავები? ვის? თუ ემატავები, თუ როგორც არის? უკაცრავად, მაგრამ ცოტა მე მგონი თავშია მევარ და ეს მოგება. რა გავაკეთე? გვეკუთვნის. ესე იგი, ბერძენმა ფეხბურთელებმა ანასტასიოს ბაკასეტასმა უთხრა კონსტანტინის ციმიკას და მე ეს ორი გვარი წარმოვთქვი. წამოდი წავიდე დროზე საქართველოსთან საბერძნეთში, თორე ამდენ თვალანთებულ და გამარჯვებულ ქართველს რომ ხედავ, ვეღარ უძლებო. ხო და ციმიკასმა უთხრა, ბიჭო, საბერძნეთში რო ჩავალთ, იქ ამაზე მეტი თვალანთებული ქართველი დაგხვდება და ჯობია ისე ვაყვითოთ დამშვიდი ნუჩკაროთი. მართალიც არის ეგ კაცი. ისა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო მეგობრებო საბერძნეთი ფინალში. აქ კი არა. საბერძნეთში რომ ჩატარებული იყო თამაში, იმდენი ქართველია იქ რომ მაინც სახში ვიქნებოდით. უნდა ითქვას აუცილებლად რომ ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენმა დაცვამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გოლი არ გაეშვა. თუმცა იგივეს ახლა ვერ ვიტყვით თავდასხმელებზე. მაგრამ კვარას მინიმუმ 3 კაცი ხო დაძდევდა. ესე იგი ამტრევდა, ხან ფეხებში ჩაარტყეს, ხან ხელი კრეს, ხან იდაყვი ხეთკეს სახეში. მოკლედ, კვარამ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ UFC-სათვის არის ძმაო მზად. მართლა, იმიტომ რომ ისე გააკაშეს ბერძნებმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თუ არაფერი გამოვიდა, ოქროს კამარზე თავისუფლად გაიწევს. გადამწყვეტი პენალტი გაიტანა კვეკვესკირმა და გავიხსენოთ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ, მე მილიონეთ ეს ულამაზესი მომენტი. ესე იგი, როგორც ნახეთ, დარტყმამდე ოდნავ შეყომდა და სხვათა შორის აი მაგ დროს მეგონა რომ დაიძახებდა This is Georgia! კვეკვესკირის პენალს იმდენჯერ უყურე მეგობრებო, რომ ბოლოს კი ნაღა მაუღო მეკარე. ისე მორაგბეებთან ბოდიში, მაგრამ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთიც ჩვენი თამაშია. მატჩის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა გასახდელში იცეკვეს და ნახოთ ეს ვიდეოც თუ შეიძლება. ნუ, ისე ადრე ვცეკვდით გასახდელში, მაგრამ ახლა უკვე ფეხბურთსაც ვთამაშობთ. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვაზე პრობლემები შეიქმნა, მაინც ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული სტადიონზე. ესე იგი, იმდენი ხალხი იყო, რომ საჯმა ლორია გააგდო სტადიონზე. ხო, რა ვიცი, სხვა მიზეზი ნაღდად არ გქონდა და ვერ ხვდები აბა სხვა რატო. გადამყიდველები 50 ლარიან ბილეთს 400 ლარად ყიდნენ. ხო და მე მგონი გადამყიდველებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მოვიგებდით, თორე აბა ამ ხელარის გზაზე როგორ წავიდოდნენ. კაცო 400 ლარი რომ გადაიხადა ადამიანმა ბილეთში. აი რომ წაგვეგო მე რა შვებოდით. რა ვიცი ხა რომელი სადაზღვევო ვაგინას ღაურებდათ ეხა ზარალს. გადამყიდველები ისე ძვირად ყიდნენ მეგობრებო ბილეთებს რომ მაგ ფასში საბერძნეთის ერთი ფეხბურთელი მოგვივიდოდა და ძირითად დროში მოვიგებდით. ხო? მოკლედ გადამყიდველებმა იმ ხელა ფასი დაადეს ბილეთებს რომ თამაშის დამთავრების შემდეგ ხალხი სახში აღარ მიდიოდა. სად ქონდათ სახე?
ამ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრები 9 მილიონ ევროს მიიღებს UEFA-სგან და ამაზე აპლოდისმენტები აუცილებლად. ოღონდ აი კიდევ კარგი ნაკრების განაცხადი თავიდანვე რომ იყო შევსებული თორემ. ეხლა ჩვენი მთავრობის ამბავი რო ვიცი. შეიძლება მაჟორიტარ პარლამენტარებს ეთამაშათ საპრეზიდენტის წინააღმდეგ. და მე იყოთ ტენდერში მოვიგეთ თამაშის უფლებაო. მილიონს სადაც ესმით. ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული იყო ხალხი და როგორ გითხრათ, აი ისეთი დადებითი ემოციებით იყვნენ ახსავსე, აი სულ რომ ხაბეიშვილი და კობახიძე მსხდარიყვნენ გვერდი-გვერდი. ისინიც კი ჩაიხუტებოდნენ ერთმანეთს. აი ძმაო, ფეხბურთის დავა. მატჩის შემდეგ გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე წავიდნენ. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან კალაძე და კობახიძე მივიდნენ. კალაძემ კომაგებს მიულოცა საქართველოს გამარჯვება და ხალხმა სტაში დაუკრა, ხოლო როცა კობახიძე გამოვიდა მისალოცად, ხალხმა ტვენა დაიწყო და უკმაყოფილება გამოხატა. ხო და გაუკვირდა კაცო კობახიძეს კი, მაგრამ ბიჭო, კალაძეს ხო პოლიტიკოსია და იმას რატო არ დაუსტვინესო? ხო და მარტივად აგეხსნი ჩემო ირაკლი. კალაძეს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და შენ კონსტიტუცია გაქვს მორგებული. ხედავ განსხვავებას? მოგებული, მორგებული. და ისე ცნობისათვის ფოტოშოპის დუსელდორფსაც ყავს ფეხბურთის გუნდი, რომელსაც ფორტუნა ქვია. ხო და ერთხელ რომ გაგეგორებინა ბურთი ფორტუნაში, შეიძლება არ დაესტვინა შენთვის ფეხბურთის გულშემატკივრებს. მოკლედ როგორ გითხრა ჩემო ირაკლი? ფორტუნამ გიმტყუნა ჩემო პრემიერო. ან უბრალოდ ხალხს არ ევასე. რა ვიცი ხა, მე ორი ვარიანტი შემოგთავაზეთ. ეხლა თვითონ აირჩიე რომელი უფრო ლოგიკური. შენი ასარჩევია. კობახიძემ და პაპუაშვილმა მიიღეს გადაწყვეტილება ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ძალიან კარგია ეს. მაგრამ ნეტავ ერთი იმასაც მოვესწრებოდეთ მეგობრებო, რომ ქართველმა ხალხმა პირიქით ღირსების ორდენით მთავრობა დააჯილდოვოს. თურმე თამაშის დროს ბიძინას დაურეკავს კობახიძესათვის ჩვენ რომლები ვართო. და კობახიძემ უთხრა ქართველები. ქართველები ვარ. მოკლედ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ჯგუფში ყავს პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი. ხო და ფეხბურთის რა გითხრათ, მაგრამ იდეალური ჯგუფია ძმაო საკეიფოდ. შეგვიძლია პორტუგალიური ფიესტა მოვაწყოთ, ქართული ხინკლით, ჩეხური ლუდით და თურქული ტკბილეულით. აი ამაში კი ნახდათ ვერავინ ვერ გაჯობებს დამიჯერეთ რა. ევროპის ჩემპიონატი ტარდება გერმანიაში და პირველი თამაში გვაქვს თურქეთთან 18 ივნისს. ასე რომ 18 ივნისამდე თუ იგრძნობთ მეგობრებო, რომ მიწა ვიბრირებს, არ შეგეშინდეთ. მიწის დრო არ გეგონოთ. ეს თურქეთის ნაკრების მუხლების კანკალი იქნება. გეუნებით ამივარდა ძალიან თავში მეთქი და მაინც არ გჭირდა. საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი ეყოლება გერმანიაში. ისე გერმანიაში რა კაცო, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, ყველგან ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნებოდა. მოდი ვაღიაროთ. ისე ჩვენთვის ძალიან კარგია გერმანიაში რომ ტარდება ევროპის ჩემპიონატი. ჩავალთ ჩვენ გუნდს უგულშემატკივრებს და იქიდან მანქანებს გამოვიყოლებით რა. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ნაკრებს, რომ ეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და სადაც საბერძნეთი დავამარცხეთ. აი ამ ხელა ისტორიის ქვეყანა. იქ ეხა პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი რაღაცა. ну ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ისტორიით უგებთ. ხო და იმედია გოლებითაც მოვუგებთ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მადლობა დიდი. მერაბ სეფაშვილის სიმღერა გაიღიმე უკვე საფეხბურთო ჰიმნად იქცა და გთავაზობთ ამ სიმღერის ორიგინალურ ვერსიას ზღაპრის ბოლო 100%-ით კეთილია. გამარჯვება ოცნებას გავს, ოცნება რომელიც გვწამდა და გვწამს, უკვე დიდი წარმატების დროა, თქვენს გვერდით მთელი საქართველოა, როდესაც ამდენი ხომაგი გყავს, შენც ხომ არასოდეს დაზოგავ თავს, ჩვენგან ყოველთვის გაიგებთ ხმას, ქართველების ხმას და მანგრეველ ხმას. შენთვის ვერი, ზღაპრის ბოლო ეტილია, შენგანავარ, ურაბის გუნდ
ჩვენთან ვადღეგრძელებთ ამ ქვეყანას ყველა წარმატების წუთსა და წამს წარმატებები ამჯერ მოგება სულ ჩვენი გადაცემის სულად ნახვა ასევე შეგიძლიათ C-Night Shows YouTube გვერდზე და ჩვენს გადაცემაში ახლა სტუმრის დროა. თხოვთ მივესალმოთ არც წარსული ერა, არც მომავალი ერა, არამედ აწმყო ერა. ანუ დავით ერაძე. ავიღალე ცოტა დერეფანია, ხელო დერეფანია. გამარჯობა. შენთანაც იგივე ოპერატორები მუშაობენ? თითქმის. ისე მთავარი არხის თანამშრომელი თუ აკენწლის რა. რამეც რა გაიგერო შემოვიდა? ცოტა დავიღალე, იმხელა დერეფანი იყო, რო? აი იმხელა დერეფანზე იძახეს. ამიტომ არ ვატარებ ჩემს სტუმრებს დერეფანში. როგორი დერეფანია? ატუზობილად გახარგე. ის შემოხვედი გვერდზე და შემო. როგორ მოგეწონა წარდგენა ძმა? არც როგორი ეპოქალური წარდგენა იყო ძმა? აწმყო ხარ შენ, არც წარსული არც მომავალი, და აწმყო. დავით ეს იმას ნიშნავს, რომ მეც ჩემთან უნდა მოვიწვიო, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და წარვადგინო შესაბამისად. ხო, არ ვიცი შენ როგორ მოვიწვიო. მას იწევდა იუვენტუსი, მაგრამ არა ის ვიდ ჯორჯიას აღზრდილია. კი. ან შეგვიძლია ახლა თქვა, რომ უკვე აწმყოშიც ფეხბურთელი, ახლა YouTube რიგაზე ვთამაშობდა. მოდი გააშ. ეგ ყველაზე მტკივნეული რაღაცაა, რაც თქვის სხვათა შორის. აღარ შევეხო, ახლა მე გაგაგდებ იმიდანო არხიდანო, იმიტომ რომ თავი არხის გუნდში არ ვიყავი და ასე შემდეგ, მაშინ სხვათა შორის კვირას მეოთხედ ფინალი გვაქვს. მოდი ახლა ესეთი თამაშის ფონზე ჩემ YouTube რიგას უგან ვიხილავთ, თორე ცოტა კომიკური მართლა გამოდის. მოკლედ. მოდი იცი რას კითხავ? აი იყავი სტადიონზე საერთოდ. მაგრამ მაინც კითხები ახლა კარგი ხუმრობა იყო. როგორ რო არა. არა, ვერ წავედი. არა, ისეთი საგიჟეთი ხდებოდა, რომ მე არ გამიკვირდება, რომ შენც ვერ ყოფილი. შესვლა გამიჭირდა, კი, ვაღიარებ, ისეთი ამბავი იყო, შესვლა გამიჭირდა ნამდვილად. ესე იგი 50 ლარიანი ბილეთი. იცი როგორ მიდოდა იმდენი აი ბავშვი და ისეთი ანთებული თვალით ადამიანი იდგა, რომ შესულიყო, აი მართლა აი ეს არ უყურებდი, ესე შევდიოდი. აი მართლა იმდენ ადამიანს უნდა და იყოფილიყო ვერ გეტყვი. არა, ძალიან მაგარი სიტუაცია იყო და თან ეხა რო თქვი, რომ არც წარსული არც მომავალი, აი როგორ იქნა დადგა მომენტი, რომ მართლა აწმყოს გვიამაყება. კი, მაგრამ აი წარსულში მე ესეთი ატმოსფერო, ესეთი რაღაც არ მახსოვს, ნახდათ არ ყოფილა. კი, ბევრი თამაში ქონია, სადაც გადატენილი იყო და ემოციები, მაგრამ აი ეხლა რაც ხდებოდა, ის განსაკუთრებული იყო. მე ხო იცი მარტო ვიჯექის სახში, ესე ლუდი მედო, რაღაცა ღორის ყურები, არ ვიცი რატო, მაგრამ რაღაცა გიცი. ხამადა იყავი, წინადღეს ეთქობა და გაჩუქეს. ბავშვებს ეძინათ და წარმოვიდგინე რა, ანუ ეხლა მინდა რომ თან ემოცია გამოხატო, მაგრამ აი როგორ ყვირა. ეს იყო საოცარი, არ ვიცი, 2 საათი თუ ცოტა მეტი, იმიტომ რომ მე კაშიან თქვა ყველაზე მაგარი რაღაც. რაც ფეხბურთს მივეცი თელი ცხოვრება, ამ ერთ საღამოში დამიბრუნა ფეხბურთმა. ეს იყო ყველაზე მაგარი რამ. აი ყველაზე მაგარი რამ ნამდვილად. და აი თვითონ მოედანზე რო იყავი, შენ როგორ გზნობდი? ანუ აი რა ემოციები არ მახსოვს დაიჯერებ, აი რაღაცები გადავახვიე, აი უყურე თავიდან, იმიტომ რომ ვიღაც ხო იცი მე რო იციან, აი
ბერძნებს ჰქონდა თუ აი ვერ დავიჯერ რა მაგრამ ახლაც ამ აზრზე ვრჩები რომ უპირატესობა არა საგოლე მომენტით ჩვენ უფრო მეტი ვქონდა რაღაც აი ეს ჟინით და ჩვენ უფრო გვინდოდა მოკლედ ეს მოგება და ჩვენ ვისაც უფრო უნდოდა იმან მოიგო რა იმიტომ რომ სანიოლი ძალიან მაგარია რაღაც თქვა რა ცოტა საღამოს ხო გადეში მაგრამ სანიოლი თქვა და ჩვენც კვერცხები უნდოდა ამ თამაშს რა და კვერცხებით მოვიგეთ მოკლედ საუკუნის ფრაზა რა კვერცხებით გავედით ევროპის ჩემპიონატზე მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება გიხა წაყვანილი იცის ყველა მეს და მაინც აი ყველაზე მეტად დასწრებულიც და წაყვანილიც და რა ვიცი და ყველაზე მეტად სად გაქვს ემოციები გამოხატული კორლინგი, ბადმინტონი, კორლინგზე კი სხვათა შორის მინდოდა მე ისა დასუფთავების სამსახური შემეთავაზებინა კორლინგზე. არა, ყველაზე მეტი შავდათვალაშვილზე არ დავმალავ ლონდონში, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაშინ იყო 20 წლის, აი ბავშვი იყო ოლიმპიადისთვის. თავიდან რომ კარგად განეწყობი, ხო იცი და რო შედიოდა რაღაც ორი სიტყვა გავწოლე და უნდა მოვიგო რა, აი ეს რაღაცნაირად თქო და შევიდა. შევიდა და აი ბოლოში იყო არ ვიცი, აი ექსურა ეგად მაშინ ვიტირე პირველად სპორტზე და მივხვდი აი რომ სპორტმა შეიძლება ისე გატიროს რა და აი 26-ში მათრია ეს საერთოდ რა 26-ში ვიბღავლე არ მიტირია ვიბღავლე ისე ადამიანები რომ მოედანზე შევარდნენ მაგის გამო ხარ დაგოჯარიმეს ახლა არა მგონია იმიტომ რომ ეს იყო სიხარული მოწინააღმდეგე გუნდს ემოცია მოსულა ფეხბურთი ამიტომაა ნომერ პირველი სპორტი რომ ყველაზე სოციალური სპორტის სახეობა აი სხვა სპორტის სახეობებივით არ განასხვავებს UEFA რომ აი შენ იმას არ უნდა ეთამაშოს არა ყველას გათამაშებს ყველასთან შანსი გავს და მიიღო ეს შანსი ამ ნაკრებმა და გამოიყენა და იმიდი ახლა ბოდიში და იკაიფეთ უთხრა UEFA-მას და ამ ხალხმაც მართლა ისე ამონდა იმ ბერძნებს კიდე არ შექმნიათ არანაირი საფრთხე და ასე რომ არაფერი არ გვემუქრება სხვათა შორის ჩვენ შევედით მე უკვე და იქ ჩავწერეთ ინტერვიუები რას შეხვედი ბიჭო მაგას ნუ ვიძახი ესე სახალხოთ ახლა არა გავიდა უკვე ეთერში და რას ნიშნავს კაცო არა ამას ეხლა ჩვენ კიდე მთავარს კიდე ჯარიმები გვიდა გამოგვიგორეს აბა გამოგვიგორეს გვაჩუკეს კადრები ვირას გაჩუკეს ბიჭო ისე წარმოვიდგინე ეხლა UEFA-ს წარმომადგენელი რო გეუბნება ეხლა რაც შენ თქვი მაგას რომ მიდით იკაიფეთ მიდით შედით იკაიფეთ ქვენია გადახდილია ნახე აი რაღაცა ისტორია ვიცი მე რომ შენ გაქვს მესისთან დაკავშირებით და რაღაცა ძალიან დიდი როგორ გითხრა ისტორია ხანამდე საუბრობ დღეს ისტორიაზე ისტორიული შეცდომა გაქვს დაშვებული და მაყურებელსაც რო გაუზიარო თუ შეიძლება არა როგორ იყო აქ როგორ იყო ცი ადრე სხვა ტელეკომპანიაში მუშაობდით ჩვენ მოგეხსენება შეც მათ შორის იყო ესეთი პარტნიორებიც ვიყავით UEFA-ს ლიგა როდესაც ქონა როდესაც უგზავნი შენს შეთავაზებას ეუბნები ვინ გინდა რომ ჩაწერო. აქეთ თავიდანვე იქიდან ტერი იყო უკვე და ოკეი მივიღეთ აქედან რონალდინიო რომელიც აი რონალდინიო და ისე მოხდა რომ ბევრი ურტყეს სტენფორდ ბრიჯზე თან ეს ის თამაშია შენ გემახსოვრება ვითომ რომ გადაუხნეს სტენფორდ ბრიჯი ცუდი მინდორიო დაახვედრეს და ბევრი მოხდა მოკლედ რონალდინიოს და იუარა გამოსვლა. მოდის ეს UEFA-ს წარმომადგენელი ძალიან დიდი ბოდიშიო რონალდინიოს ვერ ჩაგაწ. აი მე რას ქვია ვერ ჩამაწერ. აი ამ პატარა ბიჭს ჩაგაწერინებთო. ვისო და ეხლავე. აი მაყურებელიც თუ იცნობს. ლეონელ მესი. სულ პატარა ხო აი და კი ვიცოდი აი სელტასთან ვიღაცებთან ძალიან მაგარი იყო ვიცოდი მაგრამ არგენტინაში ეს არ იყო ახალი ამბავი რომ არგენტინელი ფეხბურთელი იგივე ორტეგები ვიღაც ბევრი გვახსოვს სავიოლა თუნდაც ისეთი ფეხბურთელები რომლებიც კარგად იწყებდნენ მაგრამ მერე ჩაქრნენ სამწუხაროდ და მე თქვი ესაც თან გავხედე ჩემს კოლეგებს ბრიტანელებს არავინ არ ეკარება ხოდა მე ეთქო მარტო მე არ ვარ ესე თქო და დეკო გამოგვიყვანეს სამაგიეროდ რა დეკოსთან მქონდა პატივი კი ბატონო და ნუ აი ამ ჩემი ეგო დავიკმაყოფილე რა მეთქი ეს არა და იცი ეხლა რომ მახსენდება როგორ რაღაცნაირად მორჩილად იდგა იმ მიგზონაში ელოდებოდა რაღაც გაიარა გამოიარა იქვე წვენები იყო აიღო წყალი დალია ნუ სხვა დენის მიგზონა ეხლა როდესაც ლიგაზე ვსაუბრობთ და საოცრება იყო და დღეს ამაყათ ვამბობ რომ მესი არ ჩავწერე ეხლა ის გამახსენდა
ვერ ეღირსება ჩემთან. შენ უნდა გეთქვი, ჯერ უნდა დამემსახურო პატარა ბიჭო. ტოპ 3 ან ტოპ 5 რო გააკეთო ისეთი სპორტსმენების, რომლებიც, ნუ აი რა ვიცი, ისტორიული ტიპები არიან. აი და ვისთანაც შენ ქონდა ურთიერთობა ნუ ზაზა, ჯერჯერობით პირველი პაჩულია. ქართველიც რო არ იყოს მოსულა. ვისთან ნუ მაშინ სოფლიო სპორტის ისტორიაში. ნუ ეხლა მასე მარადონაც ჩაწერილი მყავს. რა სიძახი? ხო და მასე მარადონაც ჩაწერილი მყავს საქმეა. ხო არა, ნუ მაშინ ეხლა აი, მარადონა კიდე ბეკენბაუერის ჩაწერილი მყავს. რამდენი წელი? ბეკენბაუერი. რამდენი წელს ვარ? ბეკენბაუერს მივხვდი ცოტა ხანში მე. ეს გაბუნიამ გადაგა, მე მგონი ყველას რომ საერთოდ არ გვეთყობა ასაკი. მე ცხოვრობ არა, შენ ხარ მას მაკეთკენ უკვე. გაბუნია სტანდარტები არის ეგ, რომ თუ მთავარ აღზე მუშაობ, ასაკი არ უნდა გეთყობოდეს ხო. ეთყობა ეთება. მე 42-ის ვარ, მაგრამ რა. სხვათა შორის კობიც მყავს ჩაწერილი. შენ აგინდა ხო. ესე იგი კობი, მარადონა, ბეკენბაუერი, კიდე ორი ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მაგრამ აქვს ყველაფრის ტკიცება რომ მყავს. რაღა მიცვალებულებს მიადგაო, მაგრამ ნუ ეგრეა, მყავს გაბილად. კობი, კიდე ნუ აი ესე ტოპები და მყავს ჩაწერილი Verstappen-ი, ფორმულა, რა თქმა უნდა, ნუ ფორმულა შენ ისე არ ბეკერი, ბორის ბეკერი, ნუ ბუბკაც ახლა ისეთია, სოფლიო სპორტის ლეგენდაა, რა თქმა უნდა. რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი? ამერიკის გარდა ევროპაში ყველგან ვარ, ნამყოფი აზიაშიც, თითქმის ყველგან და აფრიკაში მხოლოდ სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე. ესე იგი შენ და მურუსიძე ამერიკის გარდა თითქმის ყველგან ხართ ნამყოფი. მაგრამ მურუსიძე მე მგონია დამთავრების დროა, ხო? ოდიში რო ერთად მოგიცემიეთ, მაგრამ მიღებულია. ხო, ნუ არა, საოცრება არის. ერთი ისტორია კიდე ძალიან საინტერესო, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდეთ, ისევ სომხეთთან რო ქონდა თამაში. ხო, ეს და რა პერიოდი გამოიარა სპორტულმა ჟურნალისტიკამ, ეს არის საოცრება. მარტო სპორტულმა ზოგადად ჟურნალისტიკამ იყო ისეთი ჯერ იყო მე საერთოდ საიდან მოვდივარ, იცი რომ ისინი ფაქსები უნდა გაგექსავნა, მაგასაც პოვეს არის, მაგრამ ეს იყო უკვე ბოლო სიტყვა და დღეს რომ მახსენდება იმ მეცინება. გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე თუ არ ატვირთავდი შენს მასალას, ნუ აზრი აღარ ქონდა. იმიტომ იქ ინტერნეტი გაჭედავნა, შენ რედაქციაში ჭედავდა ინტერნეტი რო ჩამოგეტურთა და მოკლედ ოთარ გაბელიასთან მე მგონი შენს გაქვს ნამუშევარი, ხო? თუ არა? არა. იყო ახალგაზრდული ნაკრების წვრთნელი, ძალიან მაგრად ითამაშა ის თამაში ჩვენმა ნაკრებმა იგებენ. მაგრამ ნუ ემთხვევა უკვე გამოშვებას. ჩავწერე ორი ვარიანტი, ერთი ყველაზე ცუდ ვარიანტში ფრე უნდა დამთავრებული იყო ის თამაში და მოვიგეთ გაყარებული დგევარ იმის ფონზე რომ მოვიგეთ საქართველოს რაღაც უკვე შეინარჩუნა შანსი და ანუ ორი ვერსია ჩაწერე ფრე და მოგება. მეუბნები რა თქმა უნდა ჩემს პროდიუსერს რომ ისიც არის, ესეც არის. რომელი გაუშვათ ის მირეკავს უკვე იმიტომ ვეღარ ასრებს უნდა მოგება გაუშვეთ მოვიგეთ. და ბოლოს აი ახმაურდა ეს სომხეთის სტადიონი და ჰუბტუმ ყვირიან დედა და ესენიც გვიტევენ და გვიტევენ ერთი გამოაძრო მეგარა მეორე მესამე მე ვიწურები აი ვიწვაი ხო ხდებით აი ესენ ჩასაფრებული ხალხი ხო იცი როგორ ესენი ხედავ ანგარიშაც ვერ არტყავენ და ჩასტვინამ საჯმა და ყველამ გამოყინა, იმიტომ ყველა ბედნიერია და მე ვზივარ როგორი, იცი, ეს დაღლილი ემოციისგან და არაფერი ამას ვერ აგიხსნით. და ხო ვიცოდი რომ მოვარტყი, აი ყველაზე მაგარი და სხვათა შორის ერთხელ ყველაზე მაგარი იყო თბილისი 2000 არა ბათუმმა რომ მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა. მაგაც ორი ვარიანტი ჩავწერე. მოიგო და წავაგო. ხო და უყურები, ოღონდ მანდ როგორ არის, იცი, ბურთს გაუშვებზე კი არა, ვიღაცამა უნდა მოგცეს ან არ უნდა მოგცეს. ეს ჩვენი დელეგაცია ისე მაგრად მუშაობს. რაღაც გუმანით მივხვდი რომ ჩვენები ეგ გავაშვებინდეთ და თან მაშინდელი მინისტრი მოდის და მართლა ეგ გაუშვიო, კიდე რო არ მოვიგოთ. უნდა მოვიგოთ. ნუ ლაგია, დამატებითი мотиваცია იყო ნაკრებისთვის, რა. ძალიან ეგ იყო ძალიან მაგარი, მაშინაც ვინდა ლეოგონდ. აი მე თარადრო იყო ეს დაილაპის ინტერნეტი რო იყო. ეს როგორი ვარიანტი იყო. იცი პირველად შოკი დამემართა, სამი ტელევიზიისთვის უნდა მემუშავა გერმანიაში, გარმიშპარტენკირხენში. ახლიდან თქვი გეხვეწე. გარმიშპარტენკირხენი. უმაგრესი ქალაქია და აი წინასწარ უკვე და ისა ვარ დატვი რომ სამ ტელევიზიისთვის მე მასალას რა გადააგორებს ჩვენი ინტერნეტი რო ვიცოთ რაღაცა და დავაწყაპე რაღაცა წავიდა ჩავარდა.
რეკავთ თბილისში მიიღეთ კი მივიღეთ. გავთიშებთ შანსი არა ავიც შოქში ვარ მეტი არ არსებულია. კიდე ბიჭო მართლა მიიღეთ მასალა 5 გიგაბაიტს მიწევდა და კი აგერა მე გავთიშებთ კი აი ევროპა აი მაშინ ევროპაში როდის დომებია აბა კარგი იყო არა რა გეუნები მე შენ ეხლა ჩვენ მივიღეთ 9 მილიონი ხო ამ მოგებითოებაზე 9-მდე აი როგორ ფიქრობ აი ნუ ეხლა ფაქტია რომ ჩვენი ისტორია ორად გაიყო მიუხედავად იმისა რომ ყველა ისტორიულ მომენტს ძალიან დიდი პატივისცემა იმიტომ რომ ის მომენტები იყო საწინდარი რომ დღეს ეს წარმატება მიგვეღო და ყველა იმ ფეხბურთელს და სპორტსმენს რომელიც აქამდე იყო ძალიან დიდი პატივისცემა მაგრამ შეგვიძლია თამამად თქვა რომ ორად გაიყო რა იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი და შემდეგ ახალი ეტაპი იწყება აი როგორ ფიქრობ ახლა ამ გამარჯვების შემდეგ ქართული ფეხბურთი ზოგადად და სპორტი შეიძლება იცი როგორ განვითარდება დავაკვირდები აუცილებლად იცი რომ ბლოკიც გვაქვს ჩვენ სპორტული და აუცილებლად იქაც უნდა დავაკვირდე რამდენად მოიმატებს დასწრება იმიტომ რეალურად აი ამ ჩემპიონატიდან მივიდნენ ეს ბიჭები იმ ნაკრებში და იმ კლუბებში. მამარდაშვილი 3 წლის წინათ ჩვენს ლოკომოტივში თამაშობდა ხო და დღეს ვალენსიასკენ სოფლიო დონის მეკარია. არა მართლა ძალიან მე ამას ვიძახი რა და დარწმუნებული ვარ რომ ესეა კარგი შეფუთვა მაყურებელი ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს ბელგიაზე და რაღაცა ესეთ ჩეხეთზე და იმაზე ნაკლები ჩემპიონატი არ გვექნება ნამდვილად კარგი მაყურებელი და კარგი შეფუთვის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იმიტომ რომ აგერ ახლა YouTube-ი გავახსენე და რომ ახსენდება მე რო ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდი და ალბათ ეხლაც ეგრე ხდება ზოგიერთ მომენტზე რეგიონებს მადლობა ამ ხრივ რეგიონებში პრობლემა რა რა მაგარი იმიტომ მიყვარს რეგიონებში წასვლა და ფეხბურთზე დაასწრება იმიტომ ფეხბურთი მაყურებლის გარეშე არაფერი არა რა რაღაც აკადემიურ გარემოში ფეხბურთს რო უყურებ აი წარმოუდგენელია ხო ეს შიში რაღაცა რო არის მის და სუდია რო არ დაუძაღებე ხო თვითონ ფეხბურთელებისთვისაც ახლა იმიტომ რომ მაგალითად არ მახსოვს ახალქალაქში იყო თუ ბოლნისში იყო თუ სად იყო მაგრამ ჩვენ რო თამაშობდით იმდენად გვიხაროდა რომ ხალხი მოდიოდა რომ იმასაც კი ვატარებდით რომ ნუ საჯებს არ ვიცი რამდენად უხაროდათ იმიტომ რომ ბოლნისში ეგეთი შემთხვევა იყო ორი ქვა ეჭირა გულშემატკივარს და ზემოდან ესე დაძდევდა მსაჯს თუ აწევდა აფსაიდს უშვებდა იმას თამაშგარეს თუ აწევდა ხოლმე უშვებდა და ეს მსაჯი ირიდებდა ხოლმე ხანდახან ისეთები გვაქვს ჩემპიონატში გავლილი ძალიან ვარჯიში არა ჩემთვის სამტრედიაში მილანში თამაში მილანთან რო თამაში ქონდა სანამ მოთამაშე გამოვიდა და ცარცით მიახადა იმან რა ქვია მსნელმა გვარი შევჩენკო ეწერა სამტრედიაში გითამაშია სამტრედიაში ყველაზე ისეთი ემოციური გულშემატკივარი ყავს სამტრედიას და ერთი თამაშია მართლა მაგრებს საჯობს საჯი ისე რომ აი სამტრედიელი გულშემატკივარიც ვერაფერს ვერ აკეთებს რა ვერ აგიდებს ხო და ბოლოს ერთმა დაუძახა სუდია დააშავე რამე შეგაგინოთ მაინც არა იქ საოცრებებით და ეხლა ერთი ბლიც თამაში მინდა შემოგთავაზო ანუ მე შენ დაგისვა ბლიც კითხვებს და შენ რა ვიცი თუ გინდა გაუაზრებლად თუ გინდა გააზრებლად მაგრამ სწრაფად უნდა მიპასუხო მზად ხარ და აპლოდისმენტები ჩვენ სტუმარს მხარი დავუჭიროთ მაშ ასე 5 კუნჭულაც რომ ერთი კუნჭული გამოვაკლოთ რა ერქმევა 4 კუნჭულა 4 კუნჭულა ვირიშვილი არის ჩოჩორი რა ქვია ჯორის შვილს ის პირველი კითხვა არ გიგონოს რომ გვარამის გამოშვებულია 4 ჯორი ბიჭია და არ ყავს შვილი აი ნახე რა ხახვი თუ ალუბალი ალუბალი რატო ტკბილია ყველაფერზე პასუხია იღე კარდება მითხარი სწორი ვერსია რა არის იღე კარდება არასწორად კარი იღება კარი იღება მშვენი გოლია თუ გამწარდა აფსაიდია აი შემდეგი თურ ორ ჩეხ დაასახელე შემდეგი სამიანსო ჩემ ადგილას სხვანაირად გეტყოდა ალბათ ხვდები შერასაც მაგრამ სწორი რა არის თურქეთი პორტუგალია ჩეხეთი კი ბატონო მოკლედ დავით ძალიან დიდი მადლობა შენ უგვესტუმრე რა ფაქტურად გადმოგვირბინე დერეფანი ხო გამოვიარე აბა იმხელა დერეფანით და როგორ გითხრა ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ძალიან გიყვარს სპორტი
ამდენი წელია აშუქებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ასიამოვნო სანახავე და საინტერესო მოსაუბრე ხარ, იმიტომ რომ ამ სპორტზე მართლა გიждები და მე რომ მოდივარ ხოლმე, ხან NBA-ზე ვლაპარაკობთ, ხან ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ერთი იმას კი მედავები რომ თავარი არხის მინიფეხბურთის გუნდში არა ვარ, მაგრამ მაგ შეცდომასაც გამოვასწორებ, ასე რომ რა ვიცი, ყველაფერი წინ გვაქვს რა, ნაკრების გამარჯვება და დიდი მადლობა. მადლობა, გემშვიდობებით. მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის დინამოს ექიმი დავით აბა როგორ ახლა კარგად. და ფინალამდე როგორ იყავი? ვაიმე და გამახსენე. თუ დამიჯერებ გუშინ უყურე პენლებს პირველად. დავარ, იმიტომ რომ ბენჩის უკან გავედი, ვერ გავუძელი, ბენჩის უკან გავედი, ჩავჯექი და სანამ ხალხის რეაქციებზე ვიყავი დამოკიდებული თავიდან ბოლომდე. ესე იგი, იმით ხვდებოდი რა რეაქციებიც იყო, იქ არ გინახავს. არა, საერთოდ არ მინახავს. მე მიქაუტაძემ რო აცილა გასახდელში ჩავედი. და იქ უკვე ბოლოს რეაქცია და იქ გამოვედი და უკვე პირველი შევეჭხე სანიოლ ატირებულ სანიოლს და მე უცებ სანიოლის შეშინებული თვალები დავინახე, მეთქი რა ხდება გავიხედე უკან ცუნამი მოდის ხალხის და გადაგჭირდა და მე აღარ გახსოვს არაფერს. ესე იგი მშვიდობა. ეგ ისეთი სასიამოვნო აფექტის მდგომარეობაა, რომელიც ალბათ რა ვიცი, ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა განვიცადეთ. აი პირველად რო გააცნობიერე, აი როცა გაიტანა საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი პენალტი. აი რო გააცნობიერე, რომ ბიჭო ევროპაზე გავედით. ანუ რა მომენტი იყო და რას გზნობთ? ეს გასახდელში რო ჩავედით ყველა 90% იძახდა რომ აი ხა ბიჭო რო გაგვეღვიძოს რა ვქნათ მე ხო? და იჩქმით მაგდროს თავი. ვაიმე ეს რა იყო რა. ზოგი იძახდა რა ხდება, და მე ხო, არა, იმიტომ რომ ტვინისთვის იყო ძალიან ისეთი მისაღები რა გადასახარში, რომ რაღაც საკუთარი თავისთვის უნდა გეთქვა ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ანუ ეს რას ნიშნავს? ესე იგი გერმანიაში რო ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, ჩვენ ვიქნებით იქ. აი ეგრე უნდა დაგეღეჭა ტვინისთვის, იმიტომ რომ ხა როგორ წრანე ვის გულშემატკივრავს იგი იტალიას და იმას არა ჩვენა ვარ, ჩვენა ევროპაზე უკვე ჩვენ ვარ. არა ის საოცარი განწყობა და ნუ ეს ბედნიერება რაც ხდებოდა მოედანზე რომელიც დასრულდა იმ პიკით რომ ხალხი შევარდა ამას ყველა ვხედავდით მაგრამ გასახდელში რა ხდებოდა აი იმ წამების მერე როდესაც ფეხბურთელები დაბრუნდნენ გასახდელში ვიხილეთ სურათი რომ ძალიან კარგი მოცეკვავები დააკდა ქართულ ცეკვას აბა ამას სახით ასე კარგად ეცეკვა სპორტსმენებს არ მინახავს ხან ყველა ცეკვა ქართული ტრადიციული დამთავრებული ჩაჩაჩა და ყველა ეცეკვა აბსოლუტურად 1-2 რაღაცები გასახდელშიც გატყდა დაილეცა მაგრამ სხვათა შორის ხა დინამოს თამაში უნდა ყოფილიყო 30-ში მაგრამ დინამოზე ვეღარ არის იმიტომ რომ მე მგონი ხო შეუძლებელია უკვე შეიძლება აღადგინონ მაგრამ ხა ჯერჯერობით ვერ არის არა საოცარ რაღაცა კადრები კი ბატონო ჩვენც ნახეთ და მე რეი კონფერენციაზე სანიოლ შეუვარდნენ წლები რაღაც ერთი მაგარი კადრი იყო კიდე ძალიან თვითონ თამაშის დაწყების წინ იყო რომ ყვარა მოითხოვა რომ მე უნდა ვთქვაო რაღაცა მინდა სათქმელი აი გავდივართ უკვე და ეს წერეზე შევიკრიბეთ ყველა და ყვარამ თქვა ეგეთი სიტყვები რომ ბიჭებო აქ არიანო გუნჩი ყავსო გურამ კაშია ჯაბაკან კავანიკა კვეკვესკირი გიორგი ლორიაო ამათ შეიძლება შანსი აღარ მიეცეთ მეტი ევროპაზე თამაშისა და ამათ გამო და საქართველოს გამო უნდა დავამატოთ ბილეთებზე ხდებოდა საგიჟეთი, იმიტომ რომ ყველას გაცნობიერებული ქონა რამდენად მასშტაბური და ისტორიული დღე იყო თამაშამდე, თამაშის მერეც და შენ გეწერა სტატუსი ბილეთებთან დაკავშირებით, ესე იგი არა აქ ბოზი ვიყო. და ძალიან ბევრმა დაგირეკა ალბათ, ხო და შეგაწუხა და თან იმამბის მერე არ მიჯერებდნენ. ხო და მოკლედ აი არ ჩერდებოდა ტელეფონი საერთოდ აი არ ჯერ SMS-ებით ხო გაივსო ყველა სოციქსელი მე ხო არ მე მგონ TBC მას მომწერა და მოკლედ კულმინაცია იყო რომ დავხედე ტელეფონს და
94 წლის ბებია ჩემი ზარებია შემოსული ბევრი და რაღაცას ვაკეთებდი მანამდე და რო გადავრეკე ბებია ნუ გეშინია ბილეთები არ მინდაო მაგაზი არ წევო აგიტო არ გირეკაო კაცო და შემეხმიანებ სოფლიდან და ყველაზე უცნაური ან ისეთი კრეატიული ან საინტერესო ბილეთის თხოვნას ხო ვერ გამოარჩევ ყველაზე კრეატიული ბილეთის თხოვნა იყო სადღაც თქვი კიდეც მე მგონი რომ მოკლედ მეგობარ მირეკა ერთხელ რა უთხარი რომ არა მაქვს ბილეთი მე ნახევარ საათში კიდე მირეკა რომ აი ბილეთი კიდე ნახევარ საათში მირეკა მე მითხრა რომ იქნებ მენეჯერს თხოვო ბიჭო არა აქვს მე რა ვიცი ყველა პრეზიდენტთან დაწყებული ვიცე-პრეზიდენტ არავის არა და თამაშის დილით კიდე რეკავს და მეთქი ხარ რა უნდა ზღოლის ნომერი მომეცი მე უნდა ზღოლის ნომერი რადგან მეტყვა ავტობუს უნდა მოვეკრაო ჩაკნორის არა მეთქი სასწაულები ხდებოდა მე რაღაცებს სცენარებს განიხილავდნენ ის ხალხი და ეზომებოდა გაეტეოდა თუ არა იმაში ერთმა თქვა რომ ევაკუატორი ცოტა ისეთი მეგობარი მყავს ასე ვთქვათ ცოტა ჭაბზონიანია ასე ვთქვათ და ის რომ მოვიყვანო რაღაცა ბანგრატიო რომ გავწიო ის ყინებიო და რაღაც სცენარები ქონდა ავტოგენით რომ გახეხო და რაღაც ასწავლებს აკეთებდა არა ნიჭიერი ხალხი იუარტის ფორმა რო ჩავიცვა და რაღაც აი სამედიცინო საქმიანობის გარდა ნაკრებში ასე ვთქვათ პოეზიითაც ხარ გატაცებული ეს პერმა ვიცით უკვე ჩვენ და დღეს რას შემოგთავაზე ხო პოეზიის გარეშე ერთ წუთი მოცულს ღმერთთან იმაში რა ხო ის სიყვარულის გარეშე ის ხალათი დამიჭერსო ისე რომ მიურბი ვარ ფეხბურთელისკენ უკვე რამოდენიმე რითმა მომდის თავში არა გზადაგზანამ გასაყინდა ну დღეს შევეცდები ამ ფინალურ ეტაპზე და ამ თამაშზე საბჭოთან თამაშზე პატარა ნაკვესები რომ მოგახსენოთ საკმაოდ შეიძლება ხო კი ბატონო პირველი ესეთი საბერძნეთი ეძახედა შენ ხარ ჩემი ბატონი 26-ში ქეეტირად სოკრატე და პლატონი ეს ხა რითმაში არ ჩამიგდა თორე არისტოტელეც ეტირად ევრიპიდეს ოდისევსი ჰექტორიც და შემდეგი 120 წუთი ცდილობდნენ გაეტანათ ჩვენთვის გოლი მაგრამ ბოლოს პენალტებში დაუნგრიეთ აკროპოლი აბარა დიდ ტურნირებზე თამაშის ადრე გქონდა შანსი 0 ევროპაზე გაგვიყვანა ვიყოფილა სანიოლი ბრავო შემდეგი ძალიან საჭიროა აბა გადამყიდველებზე ვბრაზობ უფრო სწორად გამიკვირდა ამნაირი ბილოც რომ ყიდი უკეთესი რა იყიდა ერთ გამაგები რა იყიდა უკვე მართლაც ვაგრძელებთ ევროპა დაიწყება და წავა ძველებურად შოქში ფინალის ბილეთები დამიცრი ეზმურად ვეჯო რა იქნება აი სხვაში რა შემადგენი მაგის დედავად ერთი რაც ხარ გთხოვ დევიჯერო ეხლა მან ხა აი თუ ძმა ხარ გეტყვი ხო ჩელი ო გადავიდეთ ეხლა კონკრეტულად ფეხბურთელებს აჰა მოდი ეს არის რაღაც ცოტა ინოვაციური რაღაც მუსიკალური პოეზია გაურიე რა მიუზიკლი ნახეთობა შიშის ცრემლი თვალებიდან მოდიოდა ღვარა ბერძნებმა სტადიონზე რომ დაინახეს კვარა პამ პამ პარა პამ კვარა პამ პამ კვარა ეგ გიორგი ქოჩორაშვილმა იმნაირი ტენა ყველა ბერძენს ერთიანად ჩაუვარდა ენა აბარა ვეღარ იძახდნენ სტროტომოდის ეპრეტა ბოსტურა პეტერტოდის ახლა პირველი მამარდას მიერ პირველი მოგერიებული პენალტის ცოტა გაზვიადებულ ვერსიას შემოგთავაზებ გისმენთ ისე გადახტა მამარდა დეზერტირებზე დავარდა ისევ მამარდას საკებარი აბა მამარდამ ერთი ბურთი აიღო მარცხნივ გადახტა ხელი გაარტყა
ერთ ბერძენს ფეხი აუკანკალ და კარში კი არა ხონში დაარტყა. ეგრე. ახლა ერთი ორის ჩემს თავდას ვიტყვი ხო შეიძლება? ნუ ეხა გეკადრება. ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად. ევროპაზეც ვითამაშებთ ერთ-ორ თვეში სულ მალე ხედავთ რა ექიმი ვარ და ნაკრებს რა უმკურნალე. აბა! აი თავარი შემოგმედი. აქ არის გამარჯვება. კიდე ჩემზე ვაგრძელებ. აბა რა. ბერძნების უმეტესობა ლენჩივით რატო დარბოდა? მარტივი არის ძალიან. ექიმი არ უარბოდა. სად დავარტყაო დათო? მეკითხებოდა დვალი. მაჟნითქო მე უკარნახე, მე ჩაუკარი თვალი. და ბოლოს მიუმართავ ჩემს საყვარელ ფეხბურთელებს ვენაცვალე მაგათ ყველას. გუნჩი ყველა ჯანზე მყავხართ. ყველა თქვენგანს გენაცვალეთ. ფინალში ხო გავამართლე, ევროპაზეც მემაწალეთ. მოგლეთ ეს იყო დაჩნდა დღეს. ბრავო ნაკრებს, ბრავო საქართველოს, ბრავო შენ დავით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორ გეკადრებათ? პირიქით მადლობა რომ ასეთი ემოციურად დატვირთული დღეების მერე მოხვედი ჩვენთან, საათების მერე მოხვედი ჩვენთან. შემოგიარე, ხო, ყველანი გამოფიტულები ვართ, მაგრამ რაც თავარია, კარგი მიზეზებით, იმიტომ რომ დავიცალეთ ემოციურად, მაგრამ წინ კიდე ევროპის ჩემპიონატი გველოდება და წარმატებები ნაუსრულოთ ჩვენ ნაკრებს. ძალიან დიდი მადლობა დავით რომ მოხვედით ჩვენთან, ჩვენ ნაკრებს კი წარმატებები